ქუჩის უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს პოლიცია უკვე საიდუმლოდ აჯარიმებს. დემონსტრანტებმა 5,000 ლარიანი ჯარიმების შესახებ საბანკო ანგარიშების დაყადაღების ეტაპზე შეიტყვეს. მანამდე გელაგელაძის უწყებას დაჯარიმების შესახებ მათთვის არ უცნობებია. აღსრულების ბიუროს კი საქმე ისე გადასცა, დაჯარიმებულებს გასაჩივრების შესაძლებლობაც არ მისცა. გზის გადაკეტვის საბაბით საიდუმლოდ დაჯარიმებულ მოქალაქეებს შორის ჟურნალისტებიც არიან. ფორმულას ჟურნალისტი ლიზი ვეკუა არკვევს დეტალებს, ის ახლა ჩვენს ეთერს უერთდება. ლიზი, ვინ არიან ეს მოქალაქეები და აძლევს თუ არა კანონი პოლიციას ამგვარი პრაქტიკის დანერგვის უფლებას? Დიახ, თავდაპირველად საუბარს დავიწყებ იმ მოქალაქეებზე და იმ ჯარიმებზე, რომლებიც დღეს ჩვენთვის გახდა ცნობილი. მთელი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში არაერთმა პროპორციულად განწყობილმა მოქალაქეებმა იმ ადამიანმა, რომელიც უწყვეტ პროტესტში არის ჩართული, გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ანგარიშები დაუყადაღა. საქმე ეხება 6 თვის წინანდელ ჯარიმებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის ბრალდებით გამოუწერეს როგორც ჩანს ამ ადამიანებს, თუმცა ამ ყველაფრის შესახებ მათთვის არავის არაფერი უცნობებია თუ აქამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ან პოსტის საშუალებით შეეძლოთ მოქალაქეებს შეეტყოთ მათი ჯარიმების შესახებ. როგორც ჩანს, ახლა ქართულმა ოცნებამ ახალი პრაქტიკა დაამკვიდრა და დღეს 10-ზე მეტ მოქალაქეს დაუყადაღა ანგარიშები. ყველანაირი გაფრთხილების გარეშე მოქალაქეებს აღარ აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ აღნიშნული ჯარიმები გაასაჩივრონ და შემდეგ ამ ყველაფრის ფონზე უკვე გადაიწიოს ჯარიმის გადახდის თარიღმაც. რაც შეეხება მოქალაქეების პოზიციას, ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე მათგანს, იმ ადამიანებს, რომლებსაც დღეს ანგარიშები დაუყადაღეს. ისინი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ მათ ამ ყველაფრის შესახებ არაფერი იცოდნენ. საერთოდ არ იცოდნენ, რომ გზის საბარი ნაწილის გადაკეტვის გამო მათ 5,000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს ან გაზაფხულზე ან ზაფხულზე პროტესტის დღეს, მაშინ ჯერ კიდევ როდესაც არის სჯებოდა გზის საბარი ნაწილის გადაკეტვა ადმინისტრაციული პატიმრობით და ისინი ამ ყველაფერს უკავშირებენ კიდევ ერთხელ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან მათი დაშინების მცდელობას. ამით ისინი ამბობენ, რომ რეპრესიების ახალი ტალღა ამუშავა ქართულმა ოცნებამ კვლავ დემონსტრანტების წინააღმდეგ და ისინი თვლიან, რომ ახლა ფინანსური კრიზისის შექმნა უნდათ სწორედ ამ მოქალაქეებისთვის, რადგან შემდეგ ეს ადამიანები დარჩნენ სახლში და აღარ გამოხატონ პროტესტი რუსთაველის გამზირზე, თუმცა ეს მოქალაქეები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ იმასაც, რომ ვერანაირი რეპრესიული მექანიზმი მათ ვერ შეაშინებს. ისინი ქუჩაზე დგომის გამოც, ტროტუარზე დგომის გამოც კი ისხდნენ იზოლატორებში, თუმცა ეს ყველაფერი მათ ვერ შეაშინებს, არ შეაშინებს ვიდრე სინდისის პატიმრების ხედან ციხეში. დღეს მე და კიდე რამდენიმე აქტივისტს მოგვივიდა ეროვნული ყადაღა და ეს ყველაფერი იმიტომ რომ უბრალოდ ქართულ ოცნებას ეს შეუძლია და ის ყველაფერს აკეთებს და ამაში უკვე ბევრჯერ დავარწმუნეთ, როდესაც აქციები დაშალა ქიმიური იარაღით, როდესაც ხალხი დაიჭირა სრული აბსურდული ბრალდებით და ასე შემდეგ. ხო, დღევანდელი მათი მეთოდი არის რეპრესიების გაგრძელება და ეს ყადაღები ზუსტად ამას ნიშნავს. ეს უკვე რიგით მესამე ყადაღაა ჩემთვის, მაგრამ მე არც ერთის გადახდას არ ვაპირებ და უკომპრომისო ბრძოლაში ვიქნები, იქამდე სანამ არ გავიმარჯვებთ, სანამ რეჟიმის ტყვეები თავიანთ სახლებში არ დაბრუნდებიან და სანამ საქართველო არ მოიშორებს იმ შავჭირს, რომელსაც ქართული ოცნება ქვია. გავიმარჯვებთ სახელოვნად თავისუფლება საქართველოს. ისე მომივიდა მესიჯი, რომ დამაყადაღა ეს რისთვის და როგორ არ ვიცი, იმიტომ რომ არც გვით არ ჩამარებია და არც არაფერი საერთოდ. უკვე ძალიან ბევრი პოსტი ვნახე ამ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი თანამებრძოლი დააყადაღეს. ოცნება რა თქმა უნდა რომ აგრძელებს იმ ადამიანების დანოს, რომლებიც გარან რუსთაველზე და იცავენ ჩვენს ევროპულ მომავალს და ამ ქვეყნის უკეთეს მომავალს. და არ ვიცი, ძალიან კომიკურია ეს ყველაფერი უბრალოდ და არ ვიცი, მე სტუდენტს რატომ დააკისრო ამ ხელა გადასახადი იმის გამო, რომ უბრალოდ რუსთაველზე დგას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჯარიმა, რომელიც გამომიწერა რეჟიმმა, აქვს გასაჩივრებული ყადაღის მცდელობაც რამდენიმე ხნის წინ, რომელიც მომივიდა, ისიც გავასაჩივრე, იმიტომ რომ არავის გაუფრთხილები ვარ ამ ჯარიმების შესახებ, არ ვიცოდი, ისე გამომიტანეს განაჩენი და ისე მემუქრებოდნენ დაყადაღებით. მუქარა გავასაჩივრე, ოღონდ ეხლა პირდაპირ მუქარის გარეშე, დაბარების გარეშე, ახსნის გარეშე, დარეკვის გარეშე, სხვისი საშუალებით გავიგე, რომ ჩემს ანგარიშებს ადევს ყადაღა. არის ერთადერთი მცდელობა, რომ არალეგიტიმური ხელისუფალი, რომელიც მართავს ეხლა ჩვენს ქვეყანას, იყოს ერთპიროვნული მმართველი და სხვა ყველა. მივიღე შეთხოვნება, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დამადო ყადაღა, შემდეგ როცა დავრეკე მითებულ ნომერზე მითხრეს, რომ ეს ჯარიმა იყო 2025 წლის 11 თებერვალს ამიღებული, როდესაც მე გზის გადაკეტვის გამო ვიყავი ბრალდებული და დავჯარიმდი 5,000 ლარით. ქართული ოცნება აგრძელებს რეპრესიებს, აგრძელებს ზეწოლას იმ ადამიანებზე, რომლებიც იბრძვიან საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, თუმცა მათი ყოველი მცდელობა ჩვენი გაჩერების და დაშინების იქნება წარუმატებელი.
5,000 ლარიანი ჯარიმის შესახებ სრულიად შემთხვევით დღეს პროევროპულად განწყობილი მოქალაქეების დემონსტრანტების გარდა შეიტყო მინდია გაბაძემაც გამოცემა პუბლიკის ჟურნალისტმა, რომელმაც ხელხაზე დარეკა და ამის შემდეგ გახდა მისთვის ცნობილი, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს რუსთაველის გამზირზე დგომის დროს მას გზის გადაკეტვას ედავებიან და ის 5,000 ლარიანი ჯარიმით 5,000 ლარით დააჯარიმეს, თუმცა ჯერჯერობით მისთვის არ დაუყადაღებიათ ანგარიშები. რაც შეეხება სხვა მოქალაქეებს, როგორც მოისმინეთ, არც ერთი მოქალაქე ამ ყადაღის გადახდას არ აპირებს. ისინი ამბობენ, რომ ბრძოლას განაგრძობენ ქართული ოცნების წინააღმდეგ, ვიდრე მათი მთავარი მოთხოვნები არ შესრულდება.